ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ისევ უცნობია ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატების ვინაობა. ნაციონალური მოძრაობა იქნება ქუჩაში, ნაციონალური მოძრაობა იქნება მაქსიმალურად ორიენტირებული, რომ 4 ოქტომბერსვე დამთავრდეს ამ ხელისუფლების ბოგინი, გამოგვივა, იქნება წარმატებული, ვიზეიმებთ 4-ში. მანამდე მოხდება, ვიზეიმებთ მანამდე. 4-ს გადაცდება 9 საათით არაუშავს. 5-ში ვიზეიმებთ. ვცდით და ამ ცდელობაში ძალიან დიდი ალბათობაა, რომ მივაღწიოთ წარმატებას და თუ არ ცადე მერე აღარც უნდა ინერვიულო გამოგივიდა თუ არ გამოგივიდა. ამიტომ 4 ოქტომბერს ჩვენ არ გვეშინია სიტყვა მშვიდობიანი რევოლუციის, იმიტომ რომ ეს პარტია უკან რასახელიც მაწერია, ამ პარტიის მთავარი მემკვიდრეობა არის ვარდების რევოლუცია. მანი პარტია არის ის პარტია, რომელმაც არა რევოლუციის და ქუჩის გზა ერჩია, არამედ არჩევნების გზა ერჩია და ამიტომ ჩვენ და დღეს მოცემულობთ უკვე გეცოდინებათ, რომ პარტია ლელოც არჩევნებში მონაწილეობას იღებს და ეს კაფე განაცხადია იმის, რომ ჩვენ რევოლუციონერები არა ვართ და არასოდეს ჩვენი გზა ქუჩის გზა არ ყოფილა, ამიტომ ბიულეტენში 4 ოქტომბერს ჩვენი პარტია წარმოდგენილი იქნება. ახლა რაც შეეხება ხაბეიშვილს და მის პარტიას, ეს მათი არჩევანი არის და მე მესმის, რომ ნაციონალურ მოძრაობას ღერის მოცემულობით და არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, კიდევ სხვა ოპოზიციურ პარტიებს იმის რესურსი აღარ აქვს, რომ ოცნებას ამორჩეველიან და აკარგვინოს ან რაღაცა აუხსნას და ჩვენ ამის რესურსს გავაჩნიათ. მშვიდობიანი დამხობა ეს არის მათი შემოგებული რაღაცა გაცვეთილი ტერმინი. გასნიშნავს თვითონ მშვიდობიანად გალახეს ხაბეიშვილი? ხო შეიძლება რომ მშვიდობიანად გალახო, მეტი როგორ არის, მაინტერესებს. მშვიდობიანად რო ცემო ადამიანი შეიძლება? დი განმარტოს. ეს არის მათი გაცვეთილი რაღაცა უაზრო ტერმინი, აქაც კი დაკარგულები არიან. და რაც შეეხება დამხობა, რევოლუცია, რასაც უკვე აღარ მალავდნენ, სხვათა შორის 1-2 წლის წინ, 3 წლის წინ ამას ფუთავდნენ. ეხლა აღარც ფუთავენ და ამბობენ, კი, რევოლუცია გვინდა, უბრალოდ განსხვავება ის არის, ვიღაცა ამბობს, რომ 4-ში გვინდა რევოლუციაო, ვიღაცა ამბობს, რომ რევოლუცია თვითონ მოვა და დაუგდოთ ყური რევოლუციის გუგუნი რო იქნება, მერე გავიგებთ. აი ეს არის განსხვავება, რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, რა თქმა უნდა, ეს არის საოჭრო თემა, როგორც იყო კანდიდატის სტატუსი. პარლამენტის ჯოებით საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მომზადებულია 430 გვერდიანი დოკუმენტი, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ და მისი ზუსტი შინაარსიც სწორედ 1 თვეში გაირკვევა. ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. მოცემული დოკუმენტი ასევე იმედი მაქვს გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე შესაბამის სასამართლოებს თუ რატომაც არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი აწარმოონ და შევადგინეთ რამდენიმე თავარი სტრუქტურა მინდა რომ საზოგადოებას გავაცნო. თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელ აღსრულებაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილი ყველა მასალა. თავი, რომელიც ეძღვნება მკვლელობებსა და ძალადობას ჩადენილ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ. თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს. მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათ უფლებებს და დარღვევებს. ასევე არის შედარებით ნაკლები მოცულობის გასაგები მიზეზების გამო თავი, რომელიც ეძღვნება ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს. მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს.
ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომელიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ. ახსნა განმარტებების შედეგად იქნებოდნენ ეს გენერლები თუ სხვა პირები, მსხვერპლები, ვინც ჩვენ გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და რასაკვირველია, თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, რომელიც ეძღვნება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს. როცა უსმენდით იმ დაზარალებულებს, ეს განცდა იმდენად მძაფრი იყო, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ აი მართლა წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა ემოციის გარეშე და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მეტნაკლებად არის ასახული დასკვნაში. რომ მსგავსი შრომა ჩაეტარებინა წინა ხელისუფლებას, მაშინ იგივე ტალიავილის დასკვნაც სხვანაირი იქნებოდა და ტალიავილის დასკვნა რომ ყოფილიყო განსხვავებული იქნებოდა გარკვეული ფორმულირებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც ჩვენ უბრალოდ მოვალე ვიყავით, რომ აგვესახა ჩვენს დასკვნაში იმ ფორმით, რა ფორმითაც იქ იყო. რომ ყოფილიყო განსხვავებულად ემუშავა მაშინდელ ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არ წააგებდა იმ ერთადერთ საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც წავაგეთ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს ომთან დაკავშირებით, ეს არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო. როდესაც ადამიანებს პირადად ესაუბრები, პირადად ხდება მათი გამოკითხვა, უფრო მძაფრად დგება შენ თვალწინ ის მასშტაბები, რასთანა გაქვს საქმე. ხოლო ამისთვისაც ღირდა ამ კომისიის შექმნა, რათა ჩვენ ამისთვის ყველაფრისთვის თავი ერთად მოგვეყარა, რათა სამომავლოდ ჩვენმა არც საზოგადოებამ, არც ერთმა ჩვენგანმა აღარ დაუშვათ ამის განმეორება ამ ქვეყანაში. არ არსებობს საქართველოს უახლეს კი არა ისტორიაში ზოგადად ისეთი სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი ამ დონის საპარლამენტო დონეზე, რომელსაც მოყვა პრაქტიკული შედეგები პოლიტიკაში. ასეთი არ არსებობს უბრალოდ საქართველოს ისტორიაში. შესაბამისად, თამამად ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დოკუმენტი იქნება იმ ხარისხის და ისეთი ისტორიული მნიშვნელობის, რომელიც გახდება სახელმძღვანელო არსებული თაობების, არა მარტო მომავალი თაობების, რომელიც იქნება საფუძველი იმის, რომ გაიგებს თაობები თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, არა თუ ხელისუფლებაში, საერთოდ პოლიტიკაში. ეს არის არა მარტო სამართლებრივი დოკუმენტი, არამედ ეს არის პოლიტიკის დოკუმენტი და ალბათ საქართველოს პარლამენტს პირველად მოუწევს სწორედ სამართლებრივთან ერთად ასეთი ხარისხის და დონის პოლიტიკის დოკუმენტის მიღება. ამ დოკუმენტმა უნდა განაპირობოს უკეთესი პოლიტიკის ჩამოყალიბება საქართველოში. ეს არის საბოლოო მიზანი, რაშიც ამ დასკვნის შედეგები უნდა აისახოს.